მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა და რამდენიმე წელიწადი სტიქაროსანიც გახდა. პოგბა. ვინჩი რა ხდება ავტობუსში როგორი სიტუაცია? ბარსელონაზე ილაპარაკე და ტრალდოზე გადმოიტანა. მე მგონი თქვენც ქონდათ სწორი პასუხი და უბრალოდ დაგასწრეს. მოდი იყოს ეს ლეგენდარული უელსელი მერსისაიდული დერბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია. კარინეველი გიწერია ჩვენ. არა, ფილნევი. სერბეთმა დაქიათ უკარა. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მეორე სეზონის მორიგ შეხვედრას. დღეს ერთმანეთს ხვდებიან წყალტუბოს სამგურალის და ბოლნისის სიონის გულშემატკივრები. მოგესალმებით, მეგობრებო. დავიწყებთ წყალტუბოს სამგურალიდან გაგვეცანით თუ შეიძლება აჩი კიკნაველიძე, გიორგი კოპალიანი. თქვენ წყალტუბოს სამგურალი წინა სეზონში თამაშობდა, მაგრამ სხვა შემადგენლობით. თქვენ დებიუტი გაქვთ. ტრანსფერზე დავაყენეთ ის ორი და საზღვარგარეთ გავყიდეს და ჩავენაცვლეთ ესე რომ ვთქვა. კი ბატონო, ძალიან კარგი. როგორი განწყობით ხართ უყურეთ ალბათ პირველ სეზონს და ნახეთ რაც ხდებოდა, როგორც ხდებოდა და როგორი განწყობით. რა თქმა უნდა, უყურებდით წინა სეზონს, გულშემატკივრობდით რა თქმა უნდა სამგურალს და განწყობა კარგი გვაქვს. ჯერჯერობით დებიუტია, მაგრამ შევეცდებით რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. კი ბატონო, გაიხარეთ, წარმატებას გისურვებთ. გიორგი, რა ხდება? თვითონ გუნდში რა ხდება წყალტუბოში, როგორი სიტუაცია? ბარსელონაზე ილაპარაკე და წყალტუბოზე გადმოიტანა. ძალიან კაი გუნდი ყავს წელს. კაი შეკრება გავიარეთ თურქეთში, დიდი იმედები გვაქვს. საკმაოდ კარგი მწვრთნელი ყავს გამოცდილი, კვალიფიციური და ვფიქრობ, რომ წელს ჩვენი მიზნები რაც არის, უნდა მიაღწიოს გუნდმა და აი ეს მიზანი რაც გადმოვიდა გუნდი უმაღლეს ლიგაში მაგის მე რაც აქვს პატარ-პატარა რაღაც თვითონ აბიჯო გაკლდებოდა და ვფიქრობ წელს შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს. წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, თქვენს და თქვენს გუნდსაც. და გავიცნოთ ბოლნისის სიონი, რომელიც არის დებიუტანტი ჩვენს ფანების ლიგაში, ბექა კოდიაშვილი და სულხან საჯაია. მოგესალმებით, როგორ ხართ? თქვენ განსაკუთრებულად უნდა მოგესალმოთ ახლა იცის ბევრმა, მე წარმოშობით ბოლნისელი ვარ და სიონს გამორჩეულად ვქომაგობ ხოლმე, რა თქმა უნდა და დიდი იმედი მაქვს, რომ შარშარ ვერ მოხერხდა, მაგრამ იქნებ წელს მაინც მოხერხდეს, რომ გადმოვიდეთ უმაღლეს ლიგაში. ვცდილობთ ყველანაირად. რა ვიცი, ბოლნისის სიონსაც წლევანდელ წელს მართლაც შარშანდელ სეზონში სულ რაღაც ერთი პატარა ნაბიჯი დააკლა. უმაღლეს ლიგაში გადმოსასვლელად და წელს გუნდმა კარგი სელექცია გააკეთა, მოიყვანეს ახალგაზრდა ფეხბურთელები. უფრო მეტად საბრძოლო გუნდი იქნება და ვიბრძოლებთ იმ მიზნისთვის, რომ ელიტაში დაბრუნდეს ისევე ბოლნისის სიონი და რა ვიცი, ყველაფერს აკეთებს გუნდის ხელმძღვანელობას და მთლიანად გუნდი და დღევანდელი ჩვენ თამაშსაც შეეხება დებიუტანტები ვართ მართლაც პირველად ვიღებთ ამ პროექტში მონაწილეობას და რა ვიცი, ვეცდებით რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. გაიხარეთ, სულხან რას დაამატებდით? არა, მშვენიერი პროექტია და რავი, წარმატებები ყველას ჩვენ მოძილ ანდაგებს, წარმატებებს და ჩვენს. გაიხარეთ. იმედია კარგი თამაში გამოვა საბოლოოდ. კი ბატონო, წარმატებები ორივე გუნდს რა თქმა უნდა. და შეგვიძლია მე მგონი დავიწყოთ უკვე. მცირე ცვლილებები არის ჩვენს ფორმატში, ასე ვთქვათ, მაგრამ თავიდან ვიწყებთ ტრადიციულად უცხოური ტური. გვაქვს 4 ეტაპი, იქნება უცხოური ტური, ფოტო ტური, ქართული ტური, სადაც ორქულიანი, ქართული შეგვიძლია ყოველთვის ორქულიანი და ახალი რუბრიკა ქალაქ ობანი. მაშას დავიწყოთ უცხოური ტურით, სადაც არის 5 შეკითხვა. თითოზე, თითო სწორ პასუხზე, პასუხები არის დასწრებაზე, თქვენ აქ გაქვთ ფილაკები, რომელსაც სულ დააჭიროთ ხელი და პასუხი არის დასწრებაზე და თითო სწორი პასუხისთვის გექნებათ 1 ფული. მაშასე შეგვიძლია დავიწყოთ პირველი ტური, უცხოური ტური. პირველი შეკითხვა. ეს დიდებული ფეხბურთელი სპორტსმენების ოჯახში დაიბადა. დედმამამ ძლეოსანი ჰყავდა, ბიძა კალათბურთელი. მისი უფროსი დები კი ფრენბურთელები იყვნენ. კარიერის განმავლობაში ბევრი ტიტული მოიგო, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატი. თავისი ქვეყნის ჩემპიონი კი 10 ჯერ გახდა. წლების წინ საქართველოშიც ითამაშა, ჯერ ახალგაზრდულ, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში.
ისმენთ სიონმა დაასრო? ბუფონი, ჯანმრთელი. ბუფონის სწორი პასუხია, რითი მიხვდით? დების ბიოგრაფია იცოდით? აი, ძრეოსტობა არ ვიცოდი, დები რო ყავდა ფრებუთელები და მე რო საქართველოში რა ახალგაზრდული რუსთავში ითამაშა. კი ბატონო, რუსთავში ხო არ იყავი მაგთამაში? არა, მაგთამაში მე ვიყავი. საინტერესო თამაში. ძალიან მაგარი თამაში იყო, ძალიან მაგრად მოუგეთ. კი, მაშინ კარგი გუნდი ყავდა იტალიას ძალიან. და ეს გუნდი ჩემპიონი გახდა 2006-ში. კი ბატონო, ძალიან კარგად მოუგეთ. გილოცავთ პირველ ქულას დებიუტად გუნდს 1-0 ანგარიში და მეორე შეკითხვა. ეს ლეგენდარული უელსელი მერსისაიდული დერბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია. ლივერპულის მაისურით არც მეტი ასნაკლები იან რაში? იან რაშის სწორი პასუხია და 2-0 ანგარიში. არა და რამხელა კითხვა მქონდა ჩამოწერილი. ლეგენდარული უელსელი ლივერპულში აიღო. ამ დიდებულ ფრანგ ნახევარმცველს ახლა ცუდი დროება უდგას. თორემ 10 წლის წინ ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. პოგბა ალბათ. ვახ. ხო, პოგბა. ბატონო 3-0. ბიჭებო, ძალიან ბევრი კითხვაა, თან მე ორქულიანი კითხვების, ასე რომ გული არ გაიტეხოთ, შეგიძლიათ. მეოთხე შეკითხვა უცხოური ტურის. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა და რამდენიმე წელიწადი სტიქაროსანიც გახლდათ. მამამისი ფოსტის თანამშრომელი ფეხბურთს დასანახად ვერ იტანდა. დროის ფლანგად მიაჩნდა, თუმცა ბიჭმა თავისი გაიტანა და იმდენი მოახერხა, რომ სამშობლოში მე-20 საუკუნის უდიდეს მოთამაშედ დაასახელეს. უცნაურია, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ისე გახდა, რომ საკლუბო დონეზე არ უმუშავია. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, გუნდი ჯერ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაეყვანა, 4 წლის შემდეგ კი FIFA-ს ოქროს თასიც მოეგო. გაჭირდა როგორც ჩანს. კითხვა არ გრძელდება? არა, არ გრძელდება, დასრულდა შეკითხვა. როგორც ჩანს, ქულა არ გვაგზავნა, ხო? ქულა არ გაკლდება, შეგიძლიათ გარისკოთ ნებისმიერმა. მარიო ზაგალო. მარიო ზაგალო არ არის სწორი პასუხი, თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ. მარცელო ლიპი. ვინ? ლიპი. არა, ფრანს ბეკენბაუერი იყო სწორი პასუხი, ბეკენბაუერი იყო, რომელსაც კლუბში არ უმუშავია, პირდაპირ ნაკრების მწვრთნელი გახდა და ჯერ ფინალში გავიდა და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. ანგარიში იგივეა 3-0 და უცხოური ტურის მეხუთე შეკითხვა. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატი ამ ქვეყანაში უნდა გამართულიყო. მაგრამ კოლუმბია. ხო. მიწისძვრა მოხდა კოლუმბიაში და მაგის გამო დაინგრა ბევრი რაღაც და იქ სტადიონებს აღდგენა ჭირდებოდა და 4-0 ანგარიში გილოცავთ უცხოური ტური 5 კითხვა გავიარეთ და ანგარიშია 4-0. მეგობრებო, პირველი ტური დავასრულეთ და მეორე ტური გახლავთ ფოტო ტური. ფოტო ტურში გვექნება 3 შეკითხვა. პირველი შეკითხვა არის, ესე იგი, ეს არის რუბრიკა 3-4-ზე. ანუ გექნებათ ფოტო და უნდა გამოიცნოთ რომელი ფეხბურთელია. დასწრებაზეა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და ყურადღებით დავაკვირდით. მაშასე ფოტო ტურის პირველი შეკითხვა 3-4-ზე. კრისტიან ვიერი. მაშასე ფოტო ტურის მეორე შეკითხვა, რომელიც ასევე ერთქულიანია. ეს გახლავთ უკვე საერთაშორისო მატჩი, რომელიღაც საერთაშორისო მატჩი, რომელიც უნდა გამოიცნოთ რა მატჩია, ვინ და ვინ, რომელი გუნდები თამაშობენ. ანუ ამ რუბრიკაში არის ან ჩემპიონთა ლიგიდან, ან მსოფლიო ჩემპიონატიდან, ან ევროპის ჩემპიონატიდან კადრები. ნაკრებები ფოტოში შეგიძლიათ ვერიცანით ვერც ერთი, რომელიმე ნაკრები. აი, სიონი არგენტინა ნიდერლანდები ხო არ არის 80-ზე? არ არის სწორი პასუხი, არგენტინა ნიდერლანდები არ არის სწორი პასუხი, თქვენ ის ნევილია უფროსი თუ არ ვცდები, ინგლისია ერთი ნაკრები და მეორე ეს არგენტინა. არა. ბიჭო ის განში თამაშობდა რა ქვია. ანუ მოდი იყოს ნორვეგია, ინგლისი. არა, აბა ნორვეგია შავი ფორმები. გერმანია, არა, ეგ არის. ინგლისი, გერმანია, ინგლისიდან არ ერთი კი გამოიცანეს, მაგრამ ინგლისი, გერმანია 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი. მოკლედ, ანგარიში უსვლელია 4-1, ეს კითხვა ვერ ავიღეთ. და შემდეგ კითხვა არის უკვე ქართულ ფეხბურთზე და მე გეტყვით, რომ ქართულ ფეხბურთზე კითხვები არის ორქულიანი. შესაბამისად, აქ არის ფოტოები ან საქართველოს ნაკრების, ან რომელიმე ქართული კლუბის მონაწილეობით ევროთასებიდან. ან ნაკრები, ან კლუბი. მაშასე ფოტო ტურის მესამე შეკითხვა. რომელი თამაშია ვის სიონმა დაასწრო
საქართველოს ხორვატია. საქართველოს ხორვატია არ არის სწორი პასუხი და სამგურას აქვს რამდენიმე წამი იმისაც რომ კარგად დაუფიქრდეს. ნუ თინქლაზე ალბათ ყველა ვიცანით და აი იმ კაცს თუ ცნობთ. გაქვთ პასუხი. ისმენთ? რუსეთი. საქართველოს რუსეთი. კი ბატონო. ვიქტორონოვკა თვალწინი ხო? ვიქტორონოვკა. საქართველოს რუსეთის სწორი პასუხია და ანგარიში გახდა 4-3 ორქულიანი კითხვა აიღეთ თქვენ ამ შემთხვევაში და 4-3 ანგარიში. აი წამოეწეთ როგორც ვითხარით ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ხორვატია რატო ვიგეგონე? ლოგოს გავდა ისე. ეს იყო 1998 წლის თამაში საქართველოს რუსეთი, რომელიც 1-1 დასრულდა. ხო, 1-1. მაშასე გადავდივართ გაცილებით მნიშვნელოვან ეტაპზე. ეს გახლავთ ქართული ტური, სადაც ყველა კითხვა არის ორქულიანი. იმიტომ რომ ეს არის ქართული ფეხბურთი, ქართულ ფეხბურთზე კითხვები და ქართულ ფეხბურთს ჩვენ რა თქმა უნდა განსაკუთრებით ვახასებთ. მაშასე ქართული ტური. კითხვა ნომერი 1. ეკრანს აღარ უყურებ. მისი მამაც ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც თბილისის დინამოს დუბლ შემადგენლობაში თამაშობდა. მაგრამ მუხლის ტრამვის გამო ადრე დაასრულა კარიერა. თავადაც პატარა ასაკში მიიქცია სპეციალისტების ყურადღება და 16 წლისა დინამოს პირველ გუნდში მოხვდა. საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატს თბილისის იბერიის ფეხბურთელად შეხვდა. მაშინ 18 წლის იყო. თუმცა მალე უცხოეთში გააგრძელა კარიერა და სხვადასხვა დროს ჩვენი აზრით ეს არის ლევან ყორღალიძე. ლევან ყორღალიძე არ არის სწორი პასუხი. ლევან ყორღალიძე მაშინ ძალიან პატარა იყო იბერიის დროს. მე აქეთა. მე გავაგზავნებ შეკითხვის დასმას, სიონი თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე მოусმინოთ და მე ვიპასუხოთ. ეროვნულ ჩემპიონატს თბილისის იბერიის ფეხბურთელად შეხვდა, მაშინ 18 წლის იყო. თუმცა მალე უცხოეთში გააგრძელა კარიერა და სხვადასხვა დროს გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, თურქეთსა და შოტლანდიაში ითამაშა. კარიერა 2004 წელს თბილისის დინამოში დაასრულა, როცა UEFA-ს თასის ჯგუფში კლუბს კაპიტნის რანგში შეუძღვა. 2020 წელს მწვრთნელის რანგში მშობლიურ კლუბს საქართველოს სუპერთასიც მოაგებია. აღარა გვაქვს. სად ითამაშა შვეიცარია, თურქეთი? გერმანია, შვეიცარია, იტალია, თურქეთი, შოტლანდია. ერთადერთი ის მოდის, ნემსაძე ხო არ არის? ნემსაძე არის, რა თქმა უნდა, გიორგი ნემსაძე არის. სწორი პასუხი 6-3 ანგარიში 2 ქულა მოიპოვეთ თქვენ და შემდეგი შეკითხვა ქართულ ფეხბურთზე. ეს კოლორიტული კაცი ფეხბურთში საკმაოდ გვიან მოვიდა. კარიერა ქობულეთის შუქურაში დაიწყო. შემდეგ ბათუმის დინამოში გადავიდა. 1976 წელს კი თბილისის დინამოში მოხვდა. ჩელებაძე? ჩელე კი უნდა გამიგეცი. ქობულეთი ბატონო 76 ჯერ მოვიდა დინამოში ეგ მახსოვს. კი ბატონო და ნუ ქობულეთიდან ეხლა რა ვიცი. კი ბატონო, სწორი პასუხია რევას ჩელებაძე და ანგარიში გახდა 8-3. წინ კიდევ გვაქვს ბევრი შეკითხვა, ბიჭებო, ასე რომ ხნედ. შემდეგი შეკითხვა ისევ ზღვისპირეთისკენ ტრიალებთ. ეს ბათუმელი თავდამსხმელი თბილისის დინამომდე ლანჩხუთის კოლმეურნეში, შემდეგ კი ქუთაისის ლოკომოტივში თამაშობდა. 1966 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 20 გოლით. აქედან 5 თბილისში ერევნის არარაც გაუტანა. 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტის ოქროს მატჩში დუბლი შეასრულა. პირველი ბურთი პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია მოსკოვეთში დაასწრო სიონმა დათუნაიშვილი? დათუნაშვილი, ნუ ამ შემთხვევაში 5 გოლი მოგესალმებით. მაგით არ ვააჭებ ხო? ლეგენდებიც იყო რომ ბავშვებს აშინებდნენ მაგითო რომ ჭამეთორე დათუნაშვილი მოვა. მოკლედ 10-3 გახდა ანგარიში. მე მგონი თქვენს გქონდათ სწორი პასუხი და უბრალოდ დაგასწრეს. ასე რომ ცოტა ის სხარტად იმერლებს, სხარტი არ გეშლებათ და. შემდეგი შეკითხვა ქართული ტურიდან. ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა ზესტაფონში დაიწყო. მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს თანამდებობას. გია ჭიაბრიშვილი? გია ჭიაბრიშვილი სწორი პასუხია. სხარტი გაჭრა, ხო და. 10-5 ანგარიში და ქართული ტურის ბოლო შეკითხვა.
ის პირველი კახური კლუბია, რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორი გახდა. გურჯაანი სალაძანი. გურჯაანი სალაძანის სწორი პასუხია. ანუ მე რო არ მეთქვა რომ ისკარეთქო, რასაპირებდა. ეს შესაცხანება გვაკლია. 10-7 ანგარიში სწორი პასუხი იყო გურჯაანი სალაძანი, ძალიან კარგი თამაშია. ერთი-ორ კითხვას თუ არ ჩავთვლით, ძალიან ისე ოჩაღა და ხარტად გამოვიცანით შეკითხვები. ქართული ტური დასრულდა და ანგარიში 10-7. დაგვრჩა ბოლო ტური, ეს გახლავთ ქალაქობანა. ეს არის ახალი ტური ჩვენს თამაში. ქალაქობანა ყველას გვითამაში ალბათ ბავშვობაში, ხო? ვიცით როგორც უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ არ გვაქვს ცხოველი, მცენარე, ასე შემდეგ გვაქვს 5 შეკითხვა. ეს არის ქვეყანა, ეს არის, ანუ ქვეყანა, რომ FIFA-ს წევრი ქვეყანა. რაღაც ისეთი ხატაეთი არ მოდავწეროთ, მოგონილი. ქვეყანა, კლუბი, ნებისმიერი კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მაგ ყველა ქულა არის თითო ქულიანი. უბრალოდ ნახეთ, თუ ერთი და იგივეს დაწერთ, თითო ქულა გეწერებათ, თუ სხვადასხვა ვერსიას დაწერთ, ორი ქულა გეწერებათ და თუ ერთ-ერთი დაწერთ პასუხს და მეორეს პასუხი არ ექნება იმაზე, 3 ქულა ეწერება ის დაწერა ეს პასუხი და 0 ქულა იმას ვინც ვერ დაწერა. ანუ თითო ქულა ერთი და იგივეზე, ორი ქულა განსხვავებულ პასუხებს და 3 ქულა იმას თუ მხოლოდ თქვენ გეწერებათ პასუხი. პირველ რაუნდში ქალაქობანა არის ესეთი. ამოვა ახლა თქვენ წინაშე დავატრიალებთ დოლურას, ამოვა 100 და იმ 100-ზე უნდა დაწეროთ ეს 5-ვე ის გიწევია თქვენ ქურსლებზე, ქვეყანა, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ვით პირველი დაამთავრებს, რა თქმა უნდა, სტოპ ვიტყვით და გავჩერდებით. თუ ძალიან დიდხანს გაიწერა, მე მეთქვა ვიტყვი სტოპს და ისე გავჩერდებით. პირველი ეტაპი არის ეს. მე უკვე დანარჩენს მე გეტყვი. მაშინ ასე გასაგებია, ხო, მეგობრებო, თუ რა მიკითხვა ხო არა გვაქვს ამ რაუნდში, მაინც ახალი ის არის და კი ბატონო. მაშინ ასე დავატრიალოთ თუ შეიძლება დოლურა და ვნახოთ რომელი 100 ამოვიდა პირველი. ასობგერა P. მაშინ ასე P-ზე ქვეყანა, რომელიც არის FIFA-ს წევრი ქვეყანა, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ეხმაროთ უჩურჩულოთ ერთმანეთს რა თქმა უნდა. ოღონდ ისე რომ მაინც მეტოქებინდი წევრები ნუ გაიგეს. სტოპ. დაამთავრა ბოლოს ისევა დავდოთ თუ შეიძლება მარკერები, რომ დამატება აღარ გამოგვივიდეს და ვიკითხავ. ქვეყანა, ნუ მე რა თქმა უნდა ნახავ კურსებსაც, მაგრამ ნუ ჯერა თქვენი სამართლიანობის ქვეყანა, რომელი ნაკრები ასე ვთქვათ. პანამა, პოლონეთი, კი ბატონო. ანუ ორი ქულა, პანამა და პოლონეთი. კი ბატონო, შემდეგ კლუბი, აღარ არა. ძენი. კლუბი, ძენი ვიქტორია პორტო. კი ბატონო, უცხოელი ფეხბურთელი. კლაუდიო პიზარო. პოგბა, კი ბატონო, 16-13 ანგარიში. ქართველი ფეხბურთელი პუზე. აიჭაზე გვიწერია ჩვენ. ჩვენ პეტრიაშვილი. 18-15 ანგარიში და მწვრთნელი პუზე პუშკაში. ჩვენ არ გვაქვს. კი ბატონო, პუშკაში სწორი პასუხია და 3 ქულა თქვენ და ამ შემთხვევაში ანგარიში გახდა 21-15. 21-15 ბოლოს სესიონი სასარგებლოდ და შემდეგი რაუნდი, მეგობრებო, ისევ ამოვა რაღაცა 100. ოღონდ ამ შემთხვევაში თქვენით აღარ წერთ, მე ვსვავ კითხვებს იმ 100-ზე, რომ ჩვენ მომზადებული გვაქვს კითხვები ყველა 100-ზე, რა 100 არ უნდა მოვიდეს. მე ვსვავ უკვე კითხვებს, კატეგორიები იგივეა. ოღონდ უბრალოდ ჩემი კითხვების მიხედვით უნდა გასცეთ პასუხი. სტოპის თემა აქაც არის. არა, ნუ აქ უკვე სტოპი ვერ იქნება, იმიტომ რომ მე ვსვავ კითხვებს და თქვენ როცა დაწერთ, ანუ რომ მოვრჩები კითხვების დასმას, უკვე უნდა მოვრჩეთ. გასაგებია. მაშინ ასე, თუ შეიძლება დავატრიალოთ რა 100 ამოგვივა. ასობგერა N. მაშინ ასე. პირველი შეკითხვა, ეს არის ქვეყანა, ნაკრები, FIFA-ს წევრი. ამ აფრიკული ქვეყნის ნაკრებში თამაშობდნენ დანიელ ამოკაჩი და ემანუელ ამუნიკე. ამ აფრიკული ქვეყნის ნაკრებში თამაშობდნენ დანიელ ამოკაჩი და ემანუელ ამუნიკე. კლუბი. ამ ფრანგული კლუბის ლოგო ყვითელ და მწვანე ფერებშია. ამ ფრანგული კლუბის ლოგო ყვითელ და მწვანე ფერებშია.
უცხოელი ფეხბურთელი. ეს ჩეხი ფეხბურთელი თავისი ქვეყნის კლუბების გარდა ლაციოდან და იუვენტუსიდან გემახსოვრებათ. ეს ჩეხი ფეხბურთელი თავისი ქვეყნის კლუბების გარდა ლაციოდან და იუვენტუსიდან გემახსოვრებათ. ქართველი ფეხბურთელი. ეს ქართველი ფლანგელი მცველი საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონიცაა და ნაკრებში 40-ზე მეტი თამაში აქვს გამართული. ეს ქართველი ფლანგელი მცველი საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონიცაა და ნაკრებში 40-ზე მეტი თამაში აქვს გამართული. და მწვრთნელი. ამ ინგლისელს ვალენსიას მწვრთნელობა დიდად არ გამოუვიდა და ახლა ტელეეთერში თანაწამყვანის ჯეიმი კარაგერის დაცინვებს მშვიდად იტანს. ამ ინგლისელს ვალენსიას მწვრთნელობა დიდად არ გამოუვიდა და ახლა ტელეეთერში თანაწამყვანის კარაგერის დაცინვებს მშვიდად იტანს. მორჩით მე მგონი და აბა დავიწყოთ პირველი ესე ქვეყანა, რა გვიწერია აფრიკული ქვეყანა, სადაც ამოკაშთია. ნიგერია. ჩვენც ნიგერია, რა თქმა უნდა, ორი ქულა. კლუბი, ფრანგული კლუბი, რომელსაც ყვითელი დამწვანე. ნანტი, კი ბატონო. უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც ლაციოში და ნედვედი, რა თქმა უნდა, სწორი პასუხია. ეს არის 24-18. ქართველი ფეხბურთელი, ფლანგელი მცველი, რომელიც საქართველოს ჩემპიონი იყო და აზერბაიჯანის ჩემპიონი. ნავალოვსკი გიწერია ჩვენ. ნავალოვსკი. კი ბატონო, სწორი პასუხია 25-19 და მწვრთნელი. გარინევილი გიწერია ჩვენ. არა, ფილნევილი. ფილნევილი გიწერია თქვენ? კი, ფილნევილი იყო ცნობილი. არა, სწორი პასუხი გარინევილი. ამე ვალენსიას ბალეში. გადაცემაში გარი და კარაგერი არის, გარინევილი და კარაგერი. გარინევილი და კარაგერი არის, კი ბატონო. მოკლედ, ანგარიში არის 25-22. და გვაქვს ბოლო რაუნდი. ამ შემთხვევაშიც იგივე წესებია, ოღონდ 100-ს აღარ ვასახელებთ. მე ვსვამ კითხვებს. ყველა კატეგორიის პასუხი არის ერთი და იგივე 100-ზე. ერთი და იგივე 100-ზეა, უბრალოდ უკვე თქვენ თვითონ გამოიცნოთ რომელ 100-ზეა ეს. ყველა კითხვის პასუხი იწყება ერთი და იგივე 100-ზე. უბრალოდ ცოტა გავართულეთ და აღარ კარნახობთ რა 100-ზე იწყება. დაფარული. კი ბატონო, მაშასე 25-22-ია ანგარიში საკმაოდ დაძაბული ამბავია და ვნახოთ ბოლო რაუნდი რას მოგვიწევს. მაშასე ქვეყანა, ანუ იგივე ნაკრები. ამ ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ზლატკო ზაჰოვიჩია. ამ ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ზლატკო ზაჰოვიჩია. კლუბი შავი კატები. სხვანაირად ასეც მოიხსენიებენ ამ ინგლისურ კლუბს. შავი კატები. სხვანაირად ასეც მოიხსენიებენ ამ ინგლისურ კლუბს. უცხოელი ფეხბურთელი. ვინი ფიქრებდა პარი სენ-ჟერმენის და ლივერპულის ამ ფეხბურთელს თუ ბიკენტიას საქაბაბეში ვნახავთ? ვინი ფიქრებდა პარი სენ-ჟერმენის და ლივერპულის ამ ფეხბურთელს თუ ბიკენტიას საქაბაბეში ვნახავთ? ქართველი ფეხბურთელი. ოპერის ეს ცნობილი ქართველი მომღერალი სიჭაბუკეში ფეხბურთს საკმაოდ სერიოზულ დონეზე თამაშობდა. ოპერის ეს ცნობილი ქართველი მომღერალი სიჭაბუკეში ფეხბურთს საკმაოდ სერიოზულ დონეზე თამაშობდა. და მწვრთნელი. ეს ბრაზილიელი მწვრთნელი თავისი ქვეყნის ნაკრებს 1982 და 86 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე წვრთნიდა. ხოჩო რა იმეორებოდი შეცმოხდი? ხო, ვიბევ. ეს ბრაზილიელი მწვრთნელი თავისი ქვეყნის ნაკრებს 1982 და 86 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე წვრთნიდა. მაშასე დავასრულეთ მეგობრებო. თუ შეიძლება დავდოთ მარკერები და დავიწყოთ. ასო ალბათ რა ვიცი, პირველი კითხვიდან გამოჩნდება როგორ გამოვიცანი. ქვეყანა ამ ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ზლატკო ზაჰოვიჩია. ქვეყანა სერბეთი გვიწერია. სლოვენია. სლოვენია არის სწორი პასუხი, თუმცა 100 სწორად გამოგეცეთ, მაგრამ პასუხი არ არის, სლოვენიელი არის ზლატკო ზაჰოვიჩი და შესაბამისად ანგარიში არის 28-22. ანუ სამი ქულა აიღო ბოლნისის სიონმა. შავი კატები, რომელ კლუბს მოიხსენიებენ ასე? სუონსი დავწერე. სანდერლენდი. სუონსი გედები არიან. სანდერლენდი. სანდერლენდი არის შავი კატები, კი ბატონო, 31-22 ანგარიში. 9 ქულით წინ გაიჭრა ბოლნისის სიონი, ახლა სამივე კითხვაზე თქვენ უნდა გქონდეთ სწორი პასუხი და ალბათ არც ერთი არ უნდა გქონდეთ სწორი პასუხი, რომ დაეწო. ბოლო არა გქონდა. ფეხბურთელი, უცხოელი ფეხბურთელი, ვის ბიკენტია საქაბაბეში შეიძლება ვნახოთ. სახო, რა თქმა უნდა, სწორია. 32-23 ანგარიში.
ქართველი ფეხბურთელი ოპერის მომღერალი რომელიც სოტკილავა სწორი პასუხია 33-24 ანგარიში და ბოლო ბრაზილიელი მწვრთნელი მე არ მახსოვს. არ გახსოვთ არ თქვენ არ გახსოვთ ტელე სანტანა იყო ბრაზილიელი მწვრთნელი კი ბატონო ნულიქულა ბოლო იმაში ბოლო კითხვაში და 33-24 ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ბოლნისის სიონის დებიუტანტების გამარჯვებით მივულოცოთ ბოლნისის სიონს ბიჭებო ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო თამაში იყო, იმიტომ რომ გაიჭრა წინ სიონი დაეციეთ, მაგრამ ნუ აი ბოლო ალბათ ის სერბეთმა ითამაშა ესეთი ისა რა ქვია, სერბეთმა დაგხიათ უკან. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები გისურვებთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება კიდევ შემდეგი სეზონები, სადაც შეძლებთ ასევე მონაწილეობის მიღებას და წარმატებები თქვენს კლუბს რა თქმა უნდა. ბოლნისის სიონს კი ულოცავ გამარჯვებას, ასევე წარმატებები თქვენ კლუბს და თქვენ უკვე მეოთხედ ფინალში გელოდებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა კარგი თამაშისთვის ორივე გუნდს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტის წარმოდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენ ძალიან ცოტა ხნით სულ რაღაც ერთი კვირით გემშვიდობებით. კარგად მზადდებოდეთ.